ამასთან ერთად არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ დრუზების რეპრესიის გარდა პრაქტიკულად არ შეწყვეტილა ძალადობა ალავიტურ უმცირესობაზე სირიაში, მათი რელიგიური ეთნოწმენდა გრძელდება, თუმცა ეს მედიაში უკვე არ ხდება, მაგალითად ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე აპრობირებული პრაქტიკაა ახალგაზრდა გოგონების გატაცება ალავიტური დასახლებებიდან და ისინი მიყავთ იდლიბში და მიყავთ იქაურ ხარამხანებში ისლამისტურ დაჯგუფებებისთვის. ასევე გარკვეული უკვე კონფლიქტის ნიშნები იკვეთება აჰმად ალ-შარას ხელისუფლების მხრიდან ქურთების მიმართ, არც ქურთებს წყალობს ეს ისლამისტური იდეოლოგია და შეუძლებელია წინა ეპიზოდებშიც მივახსენე, რომ ესეთი ექსკლუზიური ისლამისტური სუნიტური იდეოლოგიით უბრალოდ იმართოს სირია, რომელიც არის როგორც რელიგიურად, ასევე ეთნიკურად ჭრელი ქვეყანა და ფიზიკურად ვერ მოხერხდება ამ ხალხების ინტეგრაცია მსგავსი იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ და ის აპრიორი იწვევს კონფლიქტებს ამ უმცირესობების მიმართ. ასევე აქ არის პრობლემა ის, რომ ის გასამხედროებული დაჯგუფებები, ყოფილი ალ-ქაიდა შეიძლება ასეც უწოდოთ, ისინი არ არიან ორგანულად, ისინი არ არიან სირიელები. ეს დაჯგუფებები არის დაკომპლექტებული მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი მებრძოლებით, იქნება ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები, ჩინური სინძიანი, იქნება ჩრდილოეთ კავკასია, განსაკუთრებით არაბების ნაწილიც, თურქმენებიც და ეს დაჯგუფებები არის არაორგანული ნაწილი სირიული საზოგადოების. ამ გასამხედროებულ დაჯგუფებებს არ აქვთ არანაირი ემოციური კავშირი სირიელ ხალხთან და სირიულ საზოგადოებასთან. ისინი უბრალოდ ასრულებენ საკუთარ დავალებებს და არც სირიელ ხალხს უკვე არ აქვს მათ მიმართ გარკვეულწილად დომბა და გარკვეული ინფორმაციებიც ვრცელდება, რომ სირიაში უკვე თანდათან იზრდება უკმაყოფილება აჰმად ალ-შარას ხელისუფლების მიმართ.